მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, YouTube-ელებო. მოგესალმებით. იმედია, კარგად ხართ. იმედია, ყველაფერი ასე თუ ისეა, მოგიწესრიგდათ, დაგილაგდათ. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ პირველ რიგში. და როცა მშვიდობა გაქვს და სიმშვიდე გაქვს გულში, სულში, აზრებში, ფიქრებში, მე გილაგდება რა. ყველაფერი რაღაცნაირად ლაგდება. ასე რომ სიმშვიდის შენარჩუნება მთავარია. რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვიყოთ მშვიდები. და ნახოთ ახლა რა თქმა უნდა ეს საჯარო გაშლა ყველასთვის მაგრამ მაინც ბევრი რაღაცები ემთხვევა, დამთხვევა და შემთხვევითობა არ არსებობს და რას მოგვიტანს ეს 2025 წელი? ორაკულზე გავაკეთებ ესეთ გაშლას და ჩვენ პირადზე, ანუ თქვენ პირადზე ამ შემთხვევაში, ხო? რა ცვლილებები იქნება თქვენ პირადში 2025 წლიდან? ჯერ ვეკითხები, ეხლა ვინც უყურებს ამ ვიდეოს, ვინც არის შემოსული, არ აქვს მნიშვნელობა რა დროს, როცა შემოხვალთ, იცოდეთ, რომ ესე იგი ეს და დაინტერესდებით ამ სათაურით, ეს თქვენთვისა, ეს გაშლა თქვენთვისა, რა დროც არ უნდა იყოს. რას მოგიტანთ ეს 2025 წელი? და რა შეიცვლება თქვენ პირადში 2025 წელს? და რა თქმა უნდა დავუმატებ ამას ორაკულს. რა ცვლილებებს მოუტანს იმ ადამიანებს, ვინც ახლა ამ ვიდეოს ყურებს 2025 წელი? და რა შეიცვლება მათ პირადში? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არჩევანის წინაშე გახართ, შემოკარგებო, ეხლა ვინც მიყურებთ, ორად ახართ გაყოფილი. შავი და ნათელი, თეთრი, ხო? დღე და ღამე. ინიანი, ანუ აი ესეთ სიტუაცია. თქვენს შინაგანად, თქვენში არის ეს გაურება. იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში თქვენ ემოციებს ვერ იკავებთ და მოდის აი ეს მეორე მხარე, უარყოფითის გამოვლენა უფრო ხშირია, მაგრამ მე რაღაც მომენტში ისევე, ანუ აიყვანთ თავს ხელში და ანეიტრალებთ. ეს როგორ თქვენი პირადი საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ აი სულ ესე ხართ რა, გაურებულები, უმრავლესობა, ეხლა ვინც მიყურებთ, ეს არის მთლიანი და აქ მაჩვენებენ, რომ გასაწმენდია თქვენი პირადი, ანუ თქვენი პირადი ურთიერთობა, თქვენი ბედი ამ ადამიანთან, თვითონ ეს ადამიანი ამოდის, ამ შემთხვევაში ეს ადამიანი უფროა გასაწმენდი ვიდრე თქვენ, მაგრამ იგულისხმებით თქვენს, ანუ ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა თუ რაღაც ისე ვერ მიდის და ვხედავ უკვე რომ ვერ მიდის, რაღაც მომენტში არის, მერე ჩერდება, მერე ანუ გაურკვევლობა, მერე ისევე, ანუ ბოლომდე ის შევსება, რასაც ქვია, ხო, არა გაქვთ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაქვთ, ფაქტია, ეს არის ან ინტიმური სიტუაციიდან მოდის, ან და კიდევ ერთხელ ვიძახე. ამ შემთხვევაში აქ ეხა 11-ია, მაგრამ ერთს მივატოთ 1 2-ია. 2 არის პასიური. 2 არის დაფარული და მამაკაცი. ნახოთ ეხლა 2025 წელი.
ნუ პირველ რიგში აქ ამოდის მთლიანობაში ხა ვინც არ უნდა იყოთ 2025 წელი მოგიტანთ სიხარულს, ეს იქნება სადღესასწაულო სუფრა, ეს იქნება ახალი ნაცნობი, ეს იქნება ონლაინ რაღაც მიწერ მოწერა ფლირტი შორიდან სუფრა, ანუ გამოგიჩნდებათ ის თაყვანისმცემელი, რომელიც კაი ხანია არ ჩანდა. აი თითქოს გრძნობდით, ნუ რა თქმა უნდა, ეხა ქალები ხართ და გრძნობთ, მაგრამ რო არ აქტიურობ და შეიძლება ყვავილიც გაჩუქოთ ამ ადამიანმა. აი რაღაცა ყვავილები მოდის. მოკლედ ყველა ვარიანტი კარგია და აი ნახე რამხელა ისა გაგხედავ. ნახე რას მოგიტანს 2025 წელი. მე ხა ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა. კიდევ ერთხელ ვიცეხე, პირადში ყველაფერი კარგად ჩანს, როცა კონკრეტულად კითხვას უსმევ, მაგრამ მე ხა გავშალე თქვენზე, ჩემ გამომწერებზე, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ, ხო? თუ არ გაქვთ გამოწერილი, გამომიწერეთ და დამილაიქეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ენერგიები უნდა იყოს გაცვლითი და თქვენგან ან გევალებათ ან გამოწერა, ან ლაიქი. ეხლა უყურე რა მოდის გზის გასაყარზე და ძალიან დიდი ტვირთი, რომელიც აი დაუძლეველი მწვერვალი იყო თქვენთვის, იყო, ანუ ეს მოდის მთელი წელიწადი, ეს ეხლა ეს პროცესი. ეს არ ვიცი, კარიერას ეხება, პირადს ეხება, ალბათ პირადს, იმიტომ რომ თქვენ ამოხვედით გზის გასაყარზე, ანუ თქვენი გზები რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, შეერთდა და მე ისევე გაიყარა. და ის რომ შეერთებულიყო, ნახე, ამბები მოდიოდა, იგებდით ამბებს, ისე არ ყოფილხართ, რომ არ გაგეგოთ. რაღაც მომენტში თითქოს კლდესავით ან სიტუაცია, ამ მდგომარეობა, ან ადამიანი ჩადგა თქვენ შორის და მიუწვდომელი გახდა. ანუ თქვენი ერთად ყოფნა, თქვენი ურთიერთობა რაღაც მომენტში, აი თითქოს დაგშორდათ და მოდის გამონათება, მზე. ნახოთ ახლა თქვენ პირადში რა მოხდება. აი ჩემო კარგებო, ნახეთ. ის გზის გასაყარი, რომელიც ვთქვი. შეიძლება ეხლა ხართ ამ მომენტში. რომ გაიყო თქვენი გზა. შეიძლება ეს არის თქვენთვის პრობლემა და მიუწვდომელი, იმიტომ რომ ხანისია, ხანასია და ანუ ეს იმხელა ბარიერია, რომ დიდი რაღაცა მთა თქვენ შორის, ანუ მანძილი. მაგრამ ნახეთ 2025 წელი, ხო ვთქვი, გამონათება, რას ნიშნავს? მოეფინება ნათელი აი ამ სიტუაციას. მე არ ვიცი რა მოხდება, როგორ მოხდება, მაგრამ მინდა გაგახაროთ ერთის მხრივ, რომ დასტაბილურდება და აქ ამოდის სახლი, ბოლო-ბოლო ეს ადამიანი რაღაცას გადაწყვიტავს, მაგრამ ნახეთ, მთლიანობაში იყო ეს კაცი გასაწმენდი, ხო ვთქვი? ამოვიდა კარტი. და აქ ხართ თქვენ. ეს ეხლა მე ამას არ ვიტყოდი, ხო? მაგრამ ვიცახი, რომ რაღაცა ჩარევაა მაგიური, რაღაცა ნუ იცით რა, აი ნეგატივი გროვდება ბევრი უარყოფითი ემოციებისგან. აი ნახეთ ფიზიკის კანონით, ხო? როცა ბევრი ადამიანი თუნდაც ბილდს სიტყვაობს და რაღაც ემოციონალურ დონეზე ნეგატივს აჟღერებს, ხმამაღლა, ხო? აი აგინებს, ლანძღავს, მთელი ემოცია აქვს და ანთხევს ამას. ეს, ანუ, სიტყვა არ იკარგება, ჩემო კარგებო. ფაქის სივრცეში, ანუ, ვისაც აქ ხედვა დაინახავს, რაღაცა დიდი შავია ესეთი საზარელი, არ ვიცი რა დავარქვა, ღრუბელი, გუდრონი, რა ვიცი რა, შეიძლება დავარქვა ამ საშინელებას, რომ აი ესე მოდის და ედება და მთლიანად აი ამ ადამიანებზე გადადის. გესმის და მე აი ყველაზე აბსოლუტურად ყველაზე ეფინება ეს რაღაცა საშინელი შავი რაღაცა, არ ვიცი რა. ეს არის ენერგია. ძალიან აუხსნელია, ხა ძალიან ფანტასტიკას ვლაპარაკობ, ვიცი, მაგრამ მინდა რომ ცოტათი მაინც
გაიგოთ, რომ ესე ხდება, უხილავი სამყარო არსებობს და იმ ფაქის სივრცეში ესეა. ჩვენ ყოველ გაჟღერებულ სიტყვას რატო ეძლევა, რატო ამბობენ მატერიალიზდება? იმ სიტყვების გამეორებით რაღაც კოდები რომ არის და ეს მერე დადებითად მოქმედებს და ჩვენ რო 80 რაღაც 9% წყალი ვართ, ხო? და წყალი კიდე რა სტრუქტურაა, რომელიც ინფორმაციას ინახავს და აგერ უამრავი ის არის, რა ქვია, ექსპერიმენტი ჩატარებული წყალზე, როგორ იცვლის ფორმას, სცენარეებზე თუნდაც, ხო? ეს ხომ არ არის ჩემი მოგონილი. მე რო ამას გრძნობ და ვხედავ სხვა, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს, ხო, ეხა აი ძალიან დამიწებული და პრაგმატული ადამიანები რო არიან, უკვე ისინიც ხვდებიან, რომ რაღაცაშია საქმე. დიახ, არის საქმე, იმიტომ რომ გადავედით სხვა განზომილებაში ვართ, აიწია დედამიწის ვიბრაციამ და უკვე მოქმედებს ეს ყველაფერი. მე ეხლა აი ესეთ უარყოფით ადამიანთან რო დამაყენო, ხო, სიტყვაზე ვიძახი. და ის არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსიც რო არ იყოს და თავის ცხოვრებაზე აი საშინელებებს ამბობდეს, რომ აი ესე ვარ, ისე ვარ, თუნდაც თუ არა, მოკლედ. მე უკვე იმისგან მე კი მაგ ჩემი დამცავი სტრუქტურა და მე ამას ვისხლიტავ და მე ვიწმინდა, მაგრამ რაღაც რამოდენიმე ხანი მე აი თავბრუ დახვეული დავდივარ, იმიტომ რომ ის მაინც ტრიალებს ის უარყოფითი ენერგია და ჩემზე მოქმედებს და მე იმას ვხედავ და ვგრძნობ. ახლა მე იმ ადამიანს მით უმეტეს ასაკოვანს, ხო? შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, ვერ ვეტყვი, ვერ გავაჩუმებ, უნდა იმ ადამიანს დაიცალოს, მესმის. რატო არიან, რომ ფსიქიატრიულში, ხო? ექიმები მერე ყველა ჭუიდან გადადიან. რატო არიან, რომ თუნდაც იგივე ისეთი ძალიან ძიმე სენით დაავადებულები თუნდაც, ხო? ავთვისებიანი კიბო და ასე შემდეგ ჯვარი გვეწეროს ყველას და ის მკურნალი ექიმები, ხო? მერე თვითონაც იგივე სიმპტომებით ავადდებიან. რა გონიათ თქვენ, ესე არ არის. მე კიდე მეც გეტყვით. კიდე უფრო მეც მოგიყვებით, აი ხა ბერებთან, ჩვეულებრივ ბერებთან რომ მიდიან და ისინი რომ ლოცულობენ იმ ადამიანზე და იქ ჯერ სანამ ფიზიკური სხეული განიკურნება, ჩემო კარგებო, არსებობს მენტალური მეხუთე ელემენტი, ეს არის ეთერი და ჩვენი მენტალური სხეული. კაქვია ამას, ეგვიპტეში ესე ეძახდნენ. სხვადასხვა სახელებია, მაგრამ ის იმისი გარსი, ხო, ჩვენი სხეულის გარსი. აი ჩვენი ის არის რა, სხეულია, ოღონდ, წარმოიდგინეთ აი ესე მენტალურ სივრცეში, ხო? ღრუბელივით სიტყვაზე ვიძახი. ჯერ იზიანდება, ჯერ ის ავანტყოფდება, სნეულდება და მერე უკვე გადმოდის, ენერგეტიკულად, რა თქმა უნდა. აბა ეხა ღრუბელივით როა, შენი სხეული, სიტყვაზე ვიძახი, ხო, ეს ენერგიაა, მაგრამ ეხა ხო მინდა ავხსნათ და როგორ ავხსნათ და გაგაგებინოთ. იმას ეხა რანაირად დაემართება, ვთქვათ, იგივე ავთვისებიანი სიმსივნე ან რაღაც, ხო? არა, ეს არის ენერგია. ენერგეტიკულ დონეზე ხდება ეს ყველაფერი და მერე გადმოდის უკვე მატერიალურზე. და პირველი რითი იწყებ განკურნებას ადამიანი, ნახე, შენი სულიერი მდგომარეობა, სულიერი რო ვიძახი, რა ხდება? ეს სხეული არის სულიერი, შენ ზემოთ როა, შენი მენტალური სხეული. შენი მენტალური სხეულით, შენი უმაღლესი მე, ესე ეძახიან კიდე. ჯერ ის უნდა განიკურნოს. და მერე მოდის უკვე მატერიალიზდება შენ ფიზიკურ დონეზე, შენ სხეულზე მოდის მერე მკურნალობა და როგორ იკურნება ის ლოცვებით, მედიტაციებით, მარხვით, სულიერებით, იგივე, ყველა რელიგიას აქვს თავისი სიწმინდესთან მიახლოების და ღვთიურ აი ამ ენერგიასთან დაახლოების თავისი გზები, მაგრამ ყველა მამაღმერთთან შემოქმედთან მიდის, ხო?
ყველა რელიგიაში არის განკურნება. უბრალოდ მე ვარ მართლმადიდებელი და რა თქმა უნდა ამ გზით მივდივარ და ქრისტეს აღიარებს ყველა სარწმუნოება და ყველა რელიგია და ყველა ამბობს, რომ თუნდაც ინდუისტები, თუნდაც ბუდისტები ამბობენ, რომ ის იყო, ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ხო? ძეხვთვისა, ავატარს ეძახიან, ინდუისტურ ვიშნუს ეძახიან, ღვთაება ღმერთია, ღმერთ ადამიანი, ადამიანი ღმერთი განხრთობილი, რომ ჩამოდის, ღმერთი ჩამოდის ადამიანში, ადამიანის სხეულში, იღებს ადამიანის სხეულს და ის, აკეთებს ყველაფერს, როცა იმ მომენტში სჭირდება იმ დროს ადამიანებს ღმერთი, გესმის? ხილულად მოდის და ამაზე წმინდანებიც ამბობენ. ეხლა ძალიან შორს წავედი, მაგრამ აქაც ნახეთ, აი ამ გაწმენდვაზეა საუბარი და ყველაფერი ჯადო, ხო? ჯადოს ვეძახით ესე, იმიტომ რომ მინიმალისტური სიტყვაა და იგივე ენერგეტიკული ჩარევა, ხო? მაგრამ ამის მოშორება ყველა შეუძლია. თუ რა თქმა უნდა გააკეთებენ იმ გარკვეულ პრაქტიკებს, იმუშავებენ თავიანთ თავებზე, ლოცვა, მარხვა, აუცილებლად ასკეზა, სინანული, ნახე, სინანულის გრძნობა და შენდობა და სიყვარული. ეს არის უმაღლესი ვიბრაციები და მადლიერება. რითიც შენ იწმინდები, იკურნები, აქ სულიერ გაწმენდვაზე და განკურნებაზეა საუბარი. და აქაც ამოდის იგივე, ეს თქვენი ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვიძახი. რეზიუმე რო გავაკეთოთ მთლიანობაში, ხო? 2025 წლიდან გამონათება მოდის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დაბრკოლება იყო და თქვენ შორის იდგა, არ ვიცი კონკურენტი, არ ვიცი მურმანის ეკალი, არ ვიცი. მთა, ასე ვთქვათ, ევერესტის. ხო? და ამ მწვერვალზე ასვლა თქვენთვის იყო ძალიან წარმოუდგენელი და ასევე იმისთვისაც, იმიტომ რომ აქ არის ჩარევა ქალისგან პირველ რიგში მთლიანობაში ამოვიდა, ის რომ თქვენ ერთად არ იყოთ რაღაც მომენტში ეშლებოდა ხელი ამ კაცს და არის ეს კაცი კიდე მეორედ ამოდის გასაწმენდი, მაგრამ როგორც კი გაიწმინდება, როგორც კი ნახე, თუ ის არ გაიწმინდება, თქვენ უნდა გაიწმინდოთ, იმიტომ რომ თქვენ თუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, თქვენ შეძლებთ ამ ენერგიის, თქვენი სუფთა ენერგიის, გაწმენდილი ენერგიის, ნამდვილი, უპირობო, ტრანსცენდენტული სიყვარულის, აი ჭეშმარიტი სიყვარულის კურნება, სიყვარულია მაკურნებელი ძალა, გადაცემას. და აქ იწყება ახალი, ღვივდება უკვე ნამდვილი სიყვარული, ლილია, ნამდვილი სიყვარული, ახალი სიყვარული და უკვე სტაბილური ურთიერთობა. ედება საფუძველი უკვე თქვენს ურთიერთობას სერიოზულად, სტაბილურად, ღუზა, ხო, რა არის, რომ ჩაუშვებ. უკვე გემი გაჩერდა, ღუზა ჩაშვებულია, მორჩა აქ ვდგავარ სტაბილურად მყარად. მაგრამ ნახე, თქვენთანაც არის პრობლემა, იმიტომ რომ თქვენშიც, როგორც ვთქვი და ვიძახი, რა ამოვიდა? ნათელი და ბნელი. მხარე. ერთად დგას. ორივე, ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრძოლაა ნათელსა და ბნელს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, თქვენშია ეს ბრძოლა. და არც იქით ახარ, არც აქეთ ახარ, შენ უნდა დაძლიო. და ყველა ვარიანტში მე მგონია და იმეც გაძლევ და მჯერა რომ დაძლევ, იმიტომ რომ ამოვიდა ყვავილები, რაც ნიშნავს რომ აყვავებას, სიხარულს, საჩუქარს, ბედნიერებას, ინტუიციას, ნახე შენ ინტუიცია, შენ გულს მიენდე. რა თქმა უნდა გაიწმინდე, მაგრამ პირველ რიგში, ხო? როგორ უნდა გაიწმინდო თავი? ყოველდღიურად მადლობა თქვა, ყოველდღიურად ესაუბრო შენ მფარველ ანგელოზს, ყოველდღიურად
პატარა ლოცვა თუ რამე იცი, აი თუ არ იცი, ის ელემენტალური არ არის პრობლემა, შენი სიტყვებით მიმართე მას და სთხოვე, რომ დამლოცე, დამიფარე, მაპატიე ჩემი ცოდვები, გთხოვ, დამნაშავე ვარ, შენ ღმერთს ელაპარაკები. ეს ძალიან კონფიდენციალური საუბარია. შენ უნდა დაამყარო შენი ინდივიდუალური კონტაქტი მასთან. და არ არსებობს, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა შენ, თავისუფალ ნებას აძლევს ყველას. შენ გელოდება ის, გადადგი. დაიწყე კონტაქტი როგორც ცოცხალთან. და აუცილებლად მოვა იქიდან ნიშანი, დამიჯერე და ზუსტად ის დაგეხმარება შენი პირადის და საერთოდ ყველაფრის მოგვარებაში, იმიტომ რომ სხვა ძალა არავინ არ თქვას. სხვა ძალა სამყაროში არ არსებობს ღმერთის გარდა. ის არის, ყოველთვის იყო და იქნება. და მისი დაშვებით, მისი, ასე ვთქვათ, მოქმედებით ხდება ყველაფერი. ეს პროცესებიც, იმიტომ რომ ეხლა იმ ხელა წმენდვას გადის დედამიწა, რა ხდება, როცა აი ირყევა, დედამიწა ირყევა, ყველა სფერო ირყევა, ყველაფერი ირყევა და უნდა ეს იბინძურეს, ნაგავი უნდა ამოატივტივოს, უნდა ამოიხოს, გესმის? ფსკერიდან უნდა ამოტივტივდეს ყველანაირი ეს იბინძურე, უნდა გაირიყოს, რომ გასუფთავდეს და მერე ისევე დადგეს სიმშვიდე. აი ეს ხდება, აი ეს პროცესი ხდება ეხლა, იმიტომ რომ ესე უნდა მოხდეს მერე იმ ღვთიურ დიდ მეხუთე განზომილებაში და ახალ ენერგიებში, იმ ფაქის სივრცეში უნდა გაფაქიზდეს ყველაფერი, იქ გადასვლა. და ყველას გისურვებთ თქვენი სულიერი მეს და უმაღლესი მეს ამაღლებას და ღმერთთან, უმაღლეს უზენაეს მამა ღმერთთან, შემოქმედთან და უფალ იესო ქრისტესთან, რომ ქრისტეა სიყვარული. ის არის გზა, თავისუფლება და ჭეშმარიტება. მასთან დაახლოებას, აბა თქვენ იცით. მერე ყველაფერი მოწესრიგდება, ყველაფერი დაალაგდება. თავარი ეს არის.